გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები რამდენი ხანია არ უწვიმია ყვავილები გახმება ბებია შეხედე როგორი ღრუბლებია აუცილებლად იწვიმებს ღმერთო ჩემო ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის ნამდვილი ჭექა-ქუხილია ბეჭა გაჭა ჩქარა სახლში შევიდეთ არა ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო მართალი ხარ მოვდივარ რა მოგივიდა? ჭექა-ქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექა-ქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მე ხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოცანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. მზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოზავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლის აით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლდები. გმადლობ, კატя. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველას აფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ.
ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი. მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. მესმის რატომ ხატავ მას? უბრალოდ ვარჯიშობ. ვხედავ, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირად ივარჯიშო? მაგალითად მე დამხატე. მე. დაიწყო. რა იყო? ჯერ ერთი ლამაზი ვარ, მეორეც ძალიან ლამაზი ვარ და მესამე ძალიან ლამაზი. შენა, საქმე არ გაქვს? ზერ, შენ ხომ ცოტა ხნის წინ ახალი ლინზა დააყენე? ის გამოგეცადა. სწორედ მაგას ვაპირებდი. ძალიან კარგი, გაუშვი. კარგი, ვნახოთ. აბა რას ვხედავთ? კარგი. მე მგონი ეს ხე მალე წაიქცევა. რა ხდება? აქ საიდან გაჩენდი? არა. ახლა რა გიყოთ? ესე იგი ხე გადაიხარა და ბუდე საფრთხეშია? და ბარტყები ბუდიდან ცვივიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, დაიღუპებოდნენ. ფიქრობ იმ ადგილას უნდა მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება. მე მგონი ხე მალე წაიქცევა. შეგვიძლია ხე გადავდგოთ. ვფიქრობ შესაძლებელია. შეწყვიტე. შენთვის ცუდი არ გვინდა. მე მგონი მისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. შეწყვიტე. დაინახეთ? არ მოგცემს საშუალებას რომ რამე გავაკეთოთ. ესე იგი სადმე უნდა შევიტყუოთ და ჩავკეტოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. შეგვიძლია კატის სახლი გამოვართვეთ სტეპან პეტროვიჩს. მართალი ხარ? როგორ ღელავს შვილების გამო? რა სიზამს? უნდა მოითმინოს.
ახლა მალე გავაკეთებთ ყველაფერს და გამოგიშვებთ. ტურბოზავრებო, წინ! ჩემს მითითებებს მოусმინეთ. ზერ, ბარტყები ბუდიდან ამოიყვანე. თორ, მე და შენ ახალ ორმოს ამოვთხრით. მე და გავიწყდეთ. სულაც არა. შენ ბარტყების დედას ადევნე თვალი. ტრაკ, შენ ხეს დაიჭერ. ჩვენ კი ფესვებს ამოვთხრით. შემდეგ ხეს ანკის გადასცემ. წავიღებთ ახალ ადგილას და ორმოში ჩავარჯობთ. შეგიძლიათ გამოუშვათ. საშინლად ნერვიულობს საბრალო. ყველაფერი გავაკეთეთ. გამოუშვი ჩიტი. კარგი, წავიდეთ აქედან, რომ არ ინერვიულოს. მე მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ზერმა ახალი ლინზა მოსინჯა და ბარტყები გადაარჩინა. ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ყველა მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ კინაღამ დამკორტნეს. საფრთხეში აღმოჩნდი. რა გაცინებთ? სიმართლეს ვამბობ. თორ დაადასტურე. ჩიტმა თორსაც ბევრჯერ ჩაუნისკარტა. ძალიან ბევრჯერ. კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან, ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან ტყეში. უკვე მომენატრნენ. გაფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ჰედი, არ ინერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით. მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ. სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. პეტია. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ. ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასტრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად, ზერ.
ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე კარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამეა კავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მარჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო. ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. გამოდით, აქ არავინ არ არის. შეხედეთ, რკინიგზა. მოდი, ორთქმავალები ვითამაშოთ. მე ყველაზე მთავარი ვიქნები. არა, მე ვარ აქ ყველაზე მთავარი ორთქლმავალი. არა, მე ვარ მთავარი. არა, რელსებზე თამაში არ შეიძლება. სახიფათოა მატარებელმა რომ გამოიაროს. ეს გზა სად მიგვიყვანს? აქ მოგიყვანს, ოღონდ სხვა მხრიდან. დედამიწა ხომ მრგვალია. რა მაგარია, მუსიკალური საქანელა. ეს საქანელა კი არა, შლაგბაუმია. იკეტება, რადგან მატარებელი მოდის. და აქ თამაში ძალიან სახიფათოა. მატარებელი მოდის! მატარებელი! ბეჯას და კაჭას ვკითხოთ, საით მიდის რელსები. ტუტუ! იპოლი ჩემ მატარებელი ადგილზე დადე. აშა, მოვიგე! ომ ვთქვი, მატარებლები წრეზე დადიან. რკინიგზა სხვადასხვა ქალაქს აერთიანებს. ტუტუ! მე ყველაზე სწრაფი ორთქმავალი მყავს. ვერავინ ვერ გაუსწრებს. არა, ჩემი უფრო სწრაფია. შეხედეთ, ვიგებ. ვაშა!
ხედავ, ჩემი ორთქმავალი ყველაზე სწრაფია. არა ტრაკ, თაღლითობ. ხიდი რატომ გატეხე? ვინ თაღლითობს? ხედავ დიჭხუბეს. ტრაკ, ზერს უნდა შეურიგდე. მეგობრებო, დიდი ხიდი დაინგრა. მე არ დამიგრევია. კლდეს დიდი ქვა მოწყდა და ხიდის საყრდენები დაანგრია. ხიდის შეკეთების დრო არ არის. რა გავაკეთოთ? ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ოჩახ ტრაკ, სანამ შემდეგი მატარებელი გამოივლის, ხიდი უნდა აღვადგინოთ. ტრაკ, საყრდენები დააყენე. თორ, მათთვის ორმოები ამოთხარე. ანკი, ხრეში დაყარე. ტურბოზავრებო, წინ! სებ, მოდი შევრიგდეთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე სწრაფი მაინც მე ვარ. ყველაზე სწრაფი. გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა. ბებია, რა მოხდა? კბილი ამტკივდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე. ავტობუსზე დამაგვიანდა, გზებზე კი საცობებია. ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები, არ ინერვიულო. ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია. ძალიან კარგია. ახლა უარესია. მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ?
არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომყევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არი ნერვიულობებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები. პრობლემა გვაქვს. საცობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ. წინ! არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წინ! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზავრეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო. ალო, ავტოფარეხია? ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ. ვარდისფერი. რა თქვი? რა? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.